მარიამ, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, როგორი არის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილება რეჟისორ გიორგი თავარდქილაძის საქმესთან დაკავშირებით. 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა რეჟისორის სასამართლო პროცესი და შეიძლება ითქვას, რომ გიორგი თავარდქილაძეს ყველა წინადადების თქმა ჯარიმად უჯდებოდა, რადგან ორჯერ უკვე დააჯარიმა ლელა ცაგარეიშვილმა გიორგი თავარდქილაძე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ როდესაც მოსამართლე სხვებთან დარბაზში შემოვიდა, გიორგი თავარდქილაძე არ ედგა ფეხზე. მან თქვა, რომ არ აღიარებს და პატივს არცემს იმ სასამართლოს, რომელიც არ ემორჩილება კონსტიტუციას და პოლიტიკური მოტივით იღებს გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში გააფრთხილეს თავარდქილაძე, შემდეგ უკვე მოსამართლემ შეურაცხყოფად მიიღო თავარდქილაძის სიტყვები 100 ლარი დააჯარიმა და მეორე ჯერზე უკვე 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ახლა რაც შეეხება გელა გელაძის უწყების გადაწყვეტილებას, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ გიორგი თავარდქილაძისთვის არ ითხოვდა პატიმრობას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სურდათ, რომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაესამართლებინა მოსამართლეს თავარდქილაძე, რადგან გელა გელაძის წარმომადგენელმა დღეს სასამართლოში თქვა, რომ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში გიორგი თავარდქილაძე, ეს უნდა დაუფასონ მას. ამის შემდეგ თავარდქილაძე მიმართა მოსამართლეს, თქვა, რომ დღესაც აპირებს გადაკეტოს რუსთაველის გამზირი და ყველა ჯერზე გადაკეტავს რუსთაველის გამზირს, აიყოლიებს ადამიანებს და დაასრულებს რეჟიმს. ამ სიტყვების შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა დაუწესა მოსამართლემ გიორგი თავარდქილაძეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რა ქონდა სათქმელი სასამართლოსთვის რეჟისორს. ეს თქვენი კანონი არ არის თავსებადი არც ევროკონვენციასთან, არც კონსტიტუციასთან. თქვენ წარმოადგენთ არალეგიტიმურ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაინტერესებს რა განცდა გაქვთ. გესაუბრებით როგორც პიროვნებას. როდესაც მე დამირღვიე საქართველოს კონსტიტუცია, შემომაზილეს კანონი, რომლითაც შემიზღუდეს უფლება ვარსებობდე. როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამაზე? მოვითხოვ დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები, იმისთვის რომ გააკეთეს ის, რაც მე გავაკეთე. იმავეს ვაპირებ დღესაც. მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი, გავხდე ბევრი და დავასრულო ეს რეჟიმი ჩემს ხალხთან ერთად. სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის სათათბიროდ, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახლა გიორგი თავარდქილაძის საქმესთან დაკავშირებით, როგორც წესი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს, იმაზე მეტის დაწესების უფლება არ აქვს მოსამართლეს. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ გაფრთხილებით შემოიფარგლება სასამართლო, ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ვიდრე შევიდოდა საქალაქო სასამართლოში რეჟისორი, მან მედიასთან გააკეთა კომენტარი, აღნიშნა რის გამო დგას რუსთაველის გამზირზე. მიაჩნია, რომ არაკონსტიტუციური არის ის კანონი, ის დრაკონული კანონი, რომელიც დაჩქარებული წესით ქართული ოცნების ხელისუფლება მიიღო და მთავარი სამიზნე ამ კანონის სწორედ რუსთაველის პროტესტის ჩახშობა არის. გიორგი თავარდქილაძე დარწმუნებული არის, რომ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვა და საბოლოო ჯამში ევროპული მომავლის მცველების გამარჯვებით დასრულდება თითქმის ერთწლიანი ბრძოლა და ის ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს ყოველდღიურად ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. თავარდქილაძე ანონსებს, რომ მას შემდეგ რაც ის დატოვებს იზოლატორს, თუ მას დღეს დაიჭერენ, კვლავ აპირებს, რომ რუსთაველის გამზირზე გავიდეს. მგონია, რომ წავალ პატიმრობაზე, თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან გამიკვირდება. ერთადერთი გზავნილი მაქვს მათთან, ვინც ამას აღასრულებს. ჩვენ თუ ვინმე გვარქმევს დამნაშავეს, ამის გამო დაივიყოთ დამნაშავეები რა. თუ დამნაშავეა ქეთა ცეცხლიშვილი, ლევან ჯობავა, ანდრო ჭიჭინაძე, მაშინ მეც ვარ დამნაშავე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიმორჩილები მათ რა. მე მგონია, რომ უნდა შევიდეთ ბევრნი, აი იქიდან უნდა გამოვიდეთ ერთად ტრიუმფალურად და ეს ასეც იქნება. ეს შეიძლება დღესვე ხვალვე არ მოხდეს, მაგრამ ეს აუცილებლად ასე მოხდება, იმიტომ რომ უგუნურება არის უკვე უკონტროლო ამ ქვეყანაში. გიორგი თავარდქილაძე თავის ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა გზის გადაკეტვის თაობაზე. ეს იყო სოლიდარობის აქტი ერთი მხრივ იმ თანამებრძოლების მისამართით, რომელიც უკვე დაჭერილები არიან, განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ეშინია. ჩვენ ვაპირებთ, რომ პირველ რიგში გავეცნოთ აი ამ მტკიცებულებებს, გავეცნოთ იმას, რა წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმიტომ რომ უფრო დიდ სურათში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ქმედება უნდა შეფასდეს კონსტიტუციის ჭრილში და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჭრილში და არა უბრალოდ ფორმალური წესების ჭრილში, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაწერა, რომელიც საერთოდ არ არის პატივსაცემი, ვფიქრობ, აი ამ კონტექსტში.
ძალოვანი უწყება აპირებს დღეს გაასამართლოს აზა ჩილაჩავა ქალი გაგრიდან, რომელიც უკვე 1 წელია აქტიურად იღებს პროევროპულ აქციებში მონაწილეობას. პრაქტიკულად არც ერთი საპროტესტო მარში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან იძროდა და სრულდებოდა სწორედ რუსთაველის გამზირზე, გაგრელ აზას არ გამოუტოვებია. ის იდგა ევროპული მომავლის მცველებთან ერთად იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის მომავალი. აზას ისტორია ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ის არის ქალი, რომელიც გაგრის დაცემის შემდეგ 2 თვე გაგრაში იყო მის 7 წლის შვილთან ერთად და უპატრონოდ მიტოვებულ ჯარისკაცებს მარხავდა საკუთარი ხელით. გაგრელი აზა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას დილით მიუტანეს ოქმი, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლოში უნდა მისულიყო, თუმცა 71 წლის არის ის და აცხადებს, რომ გადაავიწყდა, რომ სასამართლო პროცესი ჰქონდა, თუმცა არ ავიწყდება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს ერთადერთი მტერი. აზას ახლა გზის გადაკეტვას და ნიღბით სახის დაფარვას ედავება საგამოძიებულ უწყება. ადვოკატები ახლა ცდილობენ, რომ აზას სასამართლო პროცესი გადადოს საქალაქო სასამართლომ და მის გარეშე არ გაასამართლონ. სწორედ ის ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ჯერჯერობით უცნობია აზას მონაწილეობის გარეშე გააგრძელებენ საქმის განხილვას თუ სასამართლო პროცესს გადადებენ. აი დღეს მოვიდენ და ჩამაბარეს ოქმი, რომ წამიყვანონ და დამიჭირონ. მე ამის არ მეშინია. ჩემ პროტესტ მე ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსი ოკუპანტია. მე ყოველდღიურია, მე არც მეშინია. მე არასდროს პირბადე არ მიხმარია. 1 წელი დავდიოდი, სულ დავდიოდი ამის გარეშე. მაგრამ გრიპი რო შემექნა და ავტობუსში რო დავიწყე ხველება რაღაცა ცუდად რო გავხდი, ყველა მიყურებდა, არავის არ უნდა რომ გადაედოს ეს ვირუსი. ხო და მე ავიღე და გავიკეთე, მეც მომერიდა. მე ჩემი პროტესტი გამაჩნია, მომკლან, დამასამარონ, მე ვერ გამაჩერებენ. მე ქოცი არა ვარ, ვიტყვი არა ვარ ქოცი. მე ქოცი რო ვიყო, შეიძლება მქონოდა ის 4 ბინა, მაგრამ არა ვარ. ახლა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წუთში რეჟისორ გიორგი თავარდქილაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი ანონსებს, რომ დემონსტრაციულად გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს და ყველა მზად არის ჩავიდეს პოლიციის განყოფილებაში და თავად უთხრან, რომ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. თუ ეს იქნება ქმედება, რის გამოც მათ მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილებენ, მზად არიან, რომ მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები დღეს რუსთაველის გამზირზე. სავარაუდოდ დღესაც განახლდება დაკავებების სერია. ნადირობა საზოგადოება მიცის, რომ გამოცხადებული აქვს ევროპული მომავლის მცველებზე გელა გელაძის უწყებას. გიგა ლემონჯავამ და ნიკა კვიტატიანმა გუშინ დემონსტრაციულად გადაკეტეს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ისინი ახლა ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, თუ როდის დაადებენ ხელბორტირებს. ხალხი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებენ და კვლავ გეგმავენ დადგნენ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, იმ გამზირზე, რომლის გადაკეტვასაც ედავებიან ახლა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, თუმცა ყველა აცხადებს, რომ ქუჩაში დგომით ისინი ხსნიან იმ გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუკეტა საქართველოს.